ბრძოლები ოჯახთან ფაქტიურად დაიწყო. ნუ პირველი ბრძოლა იყო რომ მეუღლეს გავშორდი, მაგრამ ეგ ძალიან მარტივად მოახერხე, იმიტომ რომ ინგლისში ვიყავი, ძირითადად და ესე დისტანციაზე იყავით. ხო, და ანუ მშობლებთან არ მიწევდა ესეთი ხშირი შეხება. მაგრამ აი როცა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ფერადკანიანი მამაკაცი, რომელთანაც გამისერიოზულდა ურთიერთობა, იმიტომ რომ ბავშვი ყავს, მე და ავის, ერთად აი მაშინ დაიწყო უკვე ოჯახთან სერიოზული ფრახები, ასე ვთქვათ. ხო. პირველი წინააღმდეგობა იყო ორსულობა რო ვამცნე. ანუ მანამდე არ იცოდნენ რომ ერთად ხართ? იცი რა, დედა ჩემი იცოდა, მაგრამ მამას უყურებდა ძალიან არასერიოზულად. იმიტომ რომ დედა ჩემი როგორი დატრენინგებული მყავდა, იცი რომ ანუ ყველა ადამიანს, ყველა ქალს, ანუ არავინ არ არის მარტოობის, ასე ვთქვათ, აი რა ღირსი კი არა როგორ თქვა რა, გასაწირად, არავინ არ უნდა არა აქვს მნიშვნელობა, რა ბექგრაუნდია გაეყარა, გამოეყარა, არა აქვს მნიშვნელობა, ხო, რატო ყველა ადამიანს სჭირდება მეორე ნახევარი, ხო? ანუ შეიძლება მეორე ნახევარი არა, მაგრამ სექსუალური ცხოვრება, ხო, ჰორმონალური ბალანსი, ესე ვთქვათ. ხო და ანუ ესე ოკეი იყო ძალიან ჩვეულებრივად უყურებდა აყურებს, მაგრამ აი უკვე რომ უთხარი რომ მეთქი და ეგრე ფუთავდი. რომ მარტივი ურთიერთობა. ანუ მართლა ესე იყო, ესე დავიწყოთ. მარტივი ურთიერთობები? კი, ძალიან მარტივი ურთიერთობები დავიწყოთ მე და ნუ მე გავგესერიოზულდა რა.